მოგესალმებით დილამშვიდობის, ახლა არის 11-ის ნახევარი, რა სიმწვანეა უბრალოდ უკვე ნახეთ. ხა მივდივარ უნივერსიტეტში, გამოცდები უნდა დავწერო უცებ და მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ ლისის ტბაზე წასვლას. მე ძლევს ამოვაღწიეთ ლისზე, ხალხო რაც ჩვენ ვიწანწალებთ. ისეთ გზებზე ვიარეთ, გეფიცებით. კაცი შვილი რო არ მოხდებოდა მაგისთან ადგილას. ან ავტობუსის გაჩერებას რა უნდოდა მან. ტბა გამოჩნდა გვეღირსა. გვეშველა. ჩასილამაზეა. აქ ძალიან საყვარლება იქნებოდა ველოთისე ირნობა. დაბლაქი რავდება, მაგრამ იქიდან აქ რა მოიყვანს. თან გზის იქეთ ამ მხარესა. ესე იგი, რა კარგად იღებდა ჩემი ტელეფონი ვიდეოებს და გავაფუჭე, ავურიე, დავურიე, ვეღარ გამოვასწორე. პირველი ვიდეო რო გადავიღე იტალიაში რო ვიყავი, მაშინ ახალი ნაყიდი მქონდა ტელეფონი. ისეთ კარგ ხარისხში იღებდა, დანარჩენი ვიდეოები არ ვარქ. კი დაგვაღამდა სანამ ამოვედით. მაგრამ გრილა ხო? ძალიან სიცხეც არ ვარქ. რო ვიდეთ. ნახეთ რა კაი ადგილას დავჯექით ხესთან. სადა? აუ, მარ ნაჯახი ჩავისთხი. ეგ. სადა ერთი ეს და მეორე აქ არის კიდე. ორივეგან ნაჯახი ჩავიტყი. მავნე. ვაიმე, ის რაღაცა იქ რო დგას, მეთქი ვიღაცა ბანაობს თქო და. მართლა ვიღაცა ბანაობდა მეგონა. ნაფერები опроსტა ნახეთ. რა საყვარლობა ადგილია ვკიშდები. აი ის რაღაცები ისე კაკანები. წყალში რო არიან. ისეთ ხმებს გამოცემენ, გეგონება ადამიანები ხარხარებენ გადაბჟირდნენო. აი ქაურობა კორპუსებით გაივსება მალე. ტბა the lake. როგორ კაკანებენ გეფიცენ. როგორ გინდა არ გაგეცინოს ისე კაკანებენ. ტელეფონს გადაღება გაუფუჭე, ვერ ვხედავ ვერაფერს რას როგორ იღებს. მზეანათებს ძალიან ცუდად. ეს რა არის? მოგესალმებით დილამშვიდობის, განადგურებული სახის კანი, ჩაშავებული თვალები, კიდე არ ამიშავს წეღან სარკეში რო ჩავიხე და გული გამისკდა. ხო, ცოტა ესეც როგორც იქნა გამიქრა, ანუ არ ვიცი რა დამემართა მაზის წასმა მეზარებოდა. ღამე რომ მუშაობდი და რაღაცა რომ მოვდიოდი ეგრევე ვიძინებდი, ერთსული მქონდა როდის დავიძინებდი და არც მას არ ვისმევდი წესივრად, არც არაფერი და აი აქ გამომივიდა, რასაც ქვია კოპისავით, ჩირქი ჩამიგროვდა, რომელსაც
ვერ იმაშვებოდი რა ბოდიში ცოტა ისეთი თემაა ხო და ანუ ვეჭიდავებოდი მაგრამ ვერ და მე როგორც იქნა თავისით ეს აქნა ცოტა გადამწვრა ტყავი და გაქრა ხო და ეხლა ცოტა რაც მთავარია ცოტა მინდა რომ ჯანსაღყვებაზე გადავერთო თან ეხლა აი ეს ბოლო პერიოდია ძალიან ენერგეტიკულებზე გაზიანსასმელებზე შევჯექი და ის ამ ჩიპსებსაც ძალიან ხშირად ვჭამ ჩიპსი და შაურმასაც ძალიან მოვუხშირე ხო და რას მივხვდი იცით ძალიან დამძიმებული ვარ ხოლმე და ძალიან დამძიმებული ვიღვიძებ და რაღაცნაირად რა აი ღამე რო შაურმას შეჭამ ძილის წინ და კაი გვიან და დილას რო გაიღვიძებ დამძიმებული გაიღვიძებ აბა რა იქნება ერთსული მაქვს ხოლმე ნაბეღლავს ნატრულობ მაგრამ მეზარება მაღაზიაში გასვლა ხო და ცოტა უნდა გადავერთო ამას ესე ჩამოვწე ცოტა უნდა გადავერთო ჩასწავ ნატურალურ საჭმელებზე თან ეხლა დათბა გაზაფხულია და გინდა კაი ხილბოსტნეული შემოვა და დღეს მინდა გავაკეთო კომბოსტოს სალათი ესე იგი რამოდენიმე დღის წინ ვუყურე ნინიმ გააკეთა და მე კომბოსტო დიდად უმად არ მიყვარს უმად კი არა რავი ისეც ბავშვობაში უფრო არ მიყვარდა მაგრამ ეხლა ისე იმაში ვჭამ რა ქვია კომბოსტოს მწნილიც მიყვარს წითელ მწნილს რო აკეთებენ კაი გაკეთებული და ბორშიც მიყვარს ხო და ისე უმად არ ვჭამ ხოლმე მაგრამ მგონია რომ სალათაში კარგი გამოვა და ეხლა რო ყავას რო დავლევ მინდა მაღაზიაში გავიდე ვიყიდო ბოსტნეული ვიყიდო ქათმის ფილე და როგორ რაღაცას გავაკეთე ვიცით წვრილად დავჭრი კომბოსტოს დავუმატებ სტაფილოს და ხეხილს კიდე მწვანილები სალათის ფოთოლის დამატებაც შეიძლება კიდევ ვფიქრობდი რომ რაღაცა მოუხდება თქო კიტრი და პომიდორის ალბათ ну უფრო კიტრი მარტო რადგან ისეთი მწნილია პომიდორი უფრო აწყალებს კიტრი მოუხდება დაჭრილი შემწვარი ქათმის ფილეც მოუხდება დაჭრილი და მაიონეზი ხო და ვფიქრობ რომ ცოტას გავაკეთებ სამი დღეა სახლში ვარ არ მიმუშავია და ირა გუშინ დილას რო გავიღვიძე ძალიან ისე ვიყავი რა ვქვია ძალიან ადრე გამეღვიძა გუშინ დილას და კარგად გამოძინებული ვიყავი და ვფიქრობდი რომ ეხლა არაფერი საქმე არ მაქვს და მოდი მეგობარს დაურეკავ და ვეთქვი რომ სადმე გავიდეთ სასეირნოთ თქო და დაურეკე და კი ბატონო არ არისო პრობლემაა თვითონაც ისე მუშაობს საკმაოდ ცუდი გრაფიკით და მეთქი აბა სამსახურში ხარ თუ უძინარი ხარ თქო ჯერ ეკითხე რა სახლში ვარო მეძინაო და მეთქი მაშინ სად წავიდეთ თქო და წავიდეთო ლისის ტბაზე გადავწყვიტეს წასვლა იმიტომ რომ არ ვიყავი დამყოფი და TikTok-ში ვიდეოებს რო ვნახულობდი ძალიან მომწონდა მეთქი რა პრობლემაა წავიდეთ უბრალოდ თვითონ თქვა რა პრობლემაა წავიდეთ ხო და ისე მშვიდად და წყნარად ვიყავი მეთქი დღეს არაფერი საქმე არ მაქვს რა კარგია თქო და
გამახსენდა უნივერსიტეტში გამოცდა რომ მქონდა შუალედური გამოცდები და წავედი გავიქეცი. ჯერ ყავადავლი რა თქმა უნდა მე რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, სულ რო გასაუბრებაზე მაგვიანდებოდეს თქვათ მნიშვნელოვან საქმეზე, მე თუ ყავა არ დავლიე, კლას ბოლომდე არ ვსვავ ხოლმე ხო ვტოვებ, მაგრამ მე თუ სახლში ყავა არ დავლიე, ისე მშვიდად ვერა ვარ. კი გავსულ ვარ ისეც რომ არ დამილევია ყავა, მაგრამ ძირითადად ჯერ სახლში უნდა დავლიო ხოლმე ყავა პირველ რიგში და მერე გავიდე სახლიდან. წავედი უნივერსიტეტში, გავიქეცი, დავწერე 2 გამოცდა. რო გამოვედი, მერე მივწერე, რომ მეთქი ბარემ აქვე ვარ თქო და ვაჟაზე ვიყავი და ლისის ტბაზე წავედით დელისიდან. დაველოდე გამოვიდა დელისიდან წავედით, სადღაც რაღაცა დიდუბის მარშრუტკას გავყევით, ავტობუსს გავყევით და გაცდა მოსახვევს და ამ დროს ვეუბნები რომ გაცდა თქო, მაგრამ არასწორად მივდივართო და ჩამოვედით, მერე რომ მივხვდით რომ მართლა არასწორად მივდივართ, სადღაც ჩამოვედით რომელიღაც გაჩერებასთან და გზები იყო როგორი იცით? მეთქი აქ გაჩერებას რა უნდა ჩვენ გარდა ვინ მოდის აქ თქო რა. ანუ გზა იყო ჩვეულებრივი. რავი, არანაირი კორპუსები და არანაირი საცხოვრებელი სახლებიც არ იდგა, უბრალოდ გზის პირას, აი სამანქანე გზის პირას საფეხმავლო გზაც კი არ იყო რა. ხრეში, ქვები, რაღაცა ეკალბარდი, ისე რომ სასიარულო ადგილიც არ იყო და ესე მანქანები ესე მოდიან და ჩვენ პირიქით მივდივართ ამ მოხვეულ გზებში და ხან ხეებში ხეები გვეფეთქება სახეში და ხან რა, ანუ საშინელი გზა იყო და გაჩერებამდე მივედით როგორც იქნა ძლივს, თან ვიხალისეთ. მერე წავედით ფეხით ავედით ხო მერე? აღარც მახსოვს. მე მგონი გაჩერებამდე წავედით ფეხით და მერე ისევ ავტობუსს გავყევით. ჩამოვედით ლისზე, ვიარეთ, ვისეირნეთ, ძალიან ვისიამოვნეთ, იმიტომ რომ ძალიან სიმშვიდეა და მოწყვეტილია ქალაქის ხმაურს და ძალიან სილამაზეა. გადავიღეთ ფოტოები, ვიდეოები, YouTube-ისთვის ბევრი არაფერი არ გადამიღია, მაგრამ ვიდეოს ბოლოს ჩაგისვავთ. ოღონდ ნუ გადაახვევთ ახლა. ხო და რავი, მოკლედ, მერე უკვე წამოსვლას რო ვაპირებდით, მეთქი ყავა დავლიოთ თქო და არ ვსვავო ყავასო. აბა რა ვქნათ თქო და ესა პიშკებს რო ეძახიან. მე კრიშკაში ვარ ქვიხომრობით, ისეთი სახელი აქვს. რაღაცა ბუტკა იდგა პატარა და 10 წელი პიშკა ვიყიდეთ. მერე წავედით, მეთქი მე ყავა მინდა, შენ თუ არ გინდა მე მინდა თქო და დავჯექით მე ამაში. ავიღე ამერიკანო. დავჯექით იქვე, ჭამეთ პიშკები, დავლიე ყავა და პიშკა არ მქონდა გასინჯული და იყო ჩვეულებრივი როგორი რაღაც იცით, ტკბილი პურები ზეთში შემწვარი რა. დედაჩემი მთელი ბავშვობა დედაჩემი სახლში აწყობდა ხოლმე პურებს. ცომს მოზილავდა, პურს აწყობდა და სანამ დაიწყებდა პურის დაწყობას, ყოველთვის იყო შემთხვევა რომ თვითონ ჩემი თქმის გარეშე აკეთებდა, იყო შემთხვევა რომ მე ვთხოვდი რომ ზეთიანი პურები გამომიცხვე თქო და აი ესე ხელს დაისველებდა წყლით, პატარა ცომს მოწყვიტავდა, ხელშივე თხლად გააბრტყელებდა და ტაფაზე გახურებულ ზეთში დადებდა ამ ცომს და წვავდა. ისე მიყვარდა, ჩემი მეგობარი იყო კიდე მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით, მე და ეგ ხოცავდით ხოლმე ერთმანეთს, არა პირველი ჩემია, პირველი შენია თქო და ზუსტად ეგ იყო. ზეთიანი პური იყო. ზემოდან ქონდა უბრალოდ მოყრილი რაღაც შაქარი, დარიჩინი და რაღაცა ეგეთი რა, იმიტომ რომ ვანილი, სუნი ქონდა სასწაული. აი,
გინდა არ გინდა რომ მიგიზიდავს ისეთი სუნი ქონდა და სიტკბო ქონდა ჩვეულებრივი რა. ხო და მე გამახსენდა რომ მეთქი ეს ჩემი მეგობრის მამა შაქარს მოაყრიდა ხოლმე თქვა ამ პურს და შაქრიანის ჭამა უყვარდა თქო და ზუსტად ეგაა თქო რა. შეუნდა გაგასინჯაო მარჯანიშვილის ბიშკებიო და მეთქი მან სულ ისეთი ამბავია სურიგები დგას თქო. ანუ რა არის ამისთან არის ბიშკები ამხელა რიგი რო დგას თქო. უფო მან სასწაულს აკეთებენ რომ ღირსო გასინჯვათო. ვაიმე ისე მომეწონა მე ამას კაფე ვგიჟდები უბრალოდ შემიყვარდა გეფიცებით ანუ თითქოს და ჩემი ოცნების კაფეა და აი ვაკვირდები და ვხვდები რომ რა ელემენტარული და მარტივი ჩანს ესეთი კაფის გაკეთება, მაგრამ რამხელა ცოდნა და გამოცდილება და რამხელა მართვა ჭირდება თქო და არ ვიცი მადლობელი ვარ ღმერთის რომ ამასაკში უკვე მაქვს მიზნები ორი მიზანი მაქვს ეგეთი რომელიც მართლა ძალიან მინდა რომ გამომივიდეს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი რაც არის ეგ რომ მქონდეს საკუთარი ბიზნესი, საკუთარი კაფე და მანამ ვემსახურო სტუმრებს ჩემს კაფეში, სანამ არ მომბეზდება. მე უკვე ავიყვან ბარისტას. ხო და ძალიან ჯერ დიდი გზა მაქვს გასავლელი მაქამდე და დაარჩენი ღმერთის ნება რა როგორ იქნება. მაგრამ აი არ ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ ოცნება თქო ვიძახდი ხოლმე ჩემი ოცნებაა საკუთარი კაფე თქო მაგრამ რო დავფიქრდი მივხვდი რომ ოცნება კი არა უფრო მიზანია ოცნება უნდა აქციო მიზნად იმიტომ რომ ოცნებას ვფიქრობ უფრო ისეთ რაღაცას დავარქვევდი რაც გინდოდა და ვერ აისრულე შენი ცხოვრების განმავლობაში და მიზანი არის რასაც აისრულება აუცილებლად. აი რო დავბერდები და 80 წლის რო ვიქნები, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნება იყო კაფე მქონოდა საკუთარი თქო, მაგრამ ვერ ავისრულე ეს ოცნება თქო. და დღეს ვიტყვი, რომ ჩემი მიზანია საკუთარი კაფე მქონდეს. და რა საყვარლობა, უბრალოდ გავგიშდი. რკინის კონტეინერები როა ხო იცით გემებს ტვირთავენ თუ არ ვცდები მაგეებით ტვირთი გადააქვთ გემებით მაგ კონტეინერებით აი მაგ კონტეინერი არის გადაკეთებული კაფედ პატარა სივრცეა შიგნით იმხელა რომ რავი ძალიან ელემენტარული რომ რაღაცა სხვადასხვა ყავის სახეობები რო გააკეთო აპარატები დადგა და პლუს რაღაცა რამოდენიმე სახეობა ტკბილეულიც რო გაყიდო მაგ კაფეში და რაღაცა სასმელები ძალიან საკმარისია რა ხო და ძალიან შემიყვარდა ეგ კაფე ძალიან უბრალო და საყვარლობაა კონტეინერი არის გადაკეთებული, აქვს კარფანჯარა ჩამონტაჟებული შიგნით, რავი, გარედან არის ფერადი პოლიმერიზატორებით გაკრასკული და ნახატები და წარწერები აქვს გაკეთებული. წინ რამოდენიმე მაგიდა და სკამები დგას, 2 თუ 3. ზემოდან კიდე კონტეინერის ისა აქვს თავსახური გაკეთებული, სადაც სახელი აწერია და აი უბრალოდ ძალიან შემიყვარდა. მაგრამ მე მინდა რომ ორსართულიანი მქონდეს ეგეთი კონტეინერის კაფე ორსართულიანი კონტეინერს ზემოდან თავზე ექნება აივანი რომელზეც ახვალ რკინის და ხის კიბეებით იქნება 3-4 მაგიდა და სკამები რაღაცა იქ ქოთნის მცენარეები ხელოვნური დეკორაციები რაღაცა და მოაჯირი ყავს და ტკბილეულს რო იყიდიან მეგობრები, წყვილები,
ჩემნაირი მარტოსულები ავლენ მეორე სართულზე, დასხდებიან და მიირთმევენ. ძალიან საყვარლობა იქნებოდა და რავი, ერთ შეხედვით ძალიან მარტივი ჩასმართლა ამ კონსტრუქციის გაკეთება თვითონ და რაღაცა, მაგრამ რამდენი ცოდნა და რამდენი რამე ჭირდება, თქვენ ხო არ იცით. მე თვითონ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ვის მიმართო, რა ქნა, საიდან დაიწყო, როგორ მით უმეტეს ბიზნესი. მაგრამ იმედი მაქვს მოვა მაგის დროც, თუმცა რო ვფიქრდები, დრო ისე სწრაფად გარბის ხალხო. ზურამ ხეიძემაც თქვა, რამოდენიმე დღის წინ იყო ჩვენ უნივერსიტეტში მოსული და ისაო, რა ქვია, ბავშვობაშიო ზაფხულის არ დადეგებიო, მეგონაო რაღაცა დაუსრულებელიო, ძალიან დიდი პროცესიო და რო გავიზარდეო, მე მივხვდიო, რომ ახალი წელიცო აღდგომ, ახალი წელიცო თავისით მოდისო, რაღაცა კარებზე რომ მომიკაკუნებენო და გოზნახ შემომიტანენო, მაშინ ხვდებიო, რომ ახალი წელი მოვიდაო და ისე მიდის და მოდისო ეს წლები, უკვე ვერაფერსაც ვეღარ ვიგებთო და მართლაც ეგრეა უკვე ჩემ შემთხვევაშიც, ზაფხულში ზაფხულის არ დადეგები მართლა ისე სასიამოვნოდ იწელებოდა ხოლმე, რომ რაღაცა სასწაულად მიგვაჩნდა. და დღეს ზაფხულის არ დადეგები კი არა, რა ვიცი, მართლა ისე მოდის და მიდის ეს დღესასწაულები და ახალი წელი მით უმეტეს ვეღარც ვიგებთ. ერთ-ერთი ქართული სერიალია მისამართის გარეშე. სხვათა შორის დამწყებ ბიზნესმენებს და ვისაც ჩემსავით სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი ბიზნესი გქონდეს, ძალიან მოგეწონებათ ეგ სერიალი. მართლა, როგორი სერიალია იცით? სამეგობრო, თავიდან სამნი არიან, მერე და მერე შეემატებიან. სამეგობროს აქვთ ესეთი პრობლემები. ერთი არის ძალიან ზარმაცი, ბანკის ვალები აქვს, სესხები აქვს, სახლს გაუყიდიან თუ არ გადაიხდის. მეორე არის ძალიან ჭკვიანი, ბანკში მუშაობდა, რაღაცა ესა, მაგრამ ეგონა რომ დააწინაურებდნენ და საერთოდ სამსახურიდან გამოუშვეს. და მესამე არის მშობლები ყავს, მდიდარი ესე ვთქვათ, თუმცა არ აძლევენ მშობლების საშუალებას იმისას, რომ ამ გოგომ ისე მოიქცეს, როგორც თვითონ სურს რა, ფუფუნებაში ყავთ, მოდი ესე ვთქვათ, ფული ჭირდება, აძლევენ. მე ეტყვის, რომ მინდაო, რომ ჩემთვის დამოუკიდებლად ვიცხოვრო, რა თქვენ გარეშეო, ესე ვთქვათ და მე მამამისი გაუშვებს კარგ სამსახურში, კარგ პოზიციაზე და გადარეკავს, გადმორეკავს და სამსახურსაც უშოვის, მაგრამ არ მინდაო ეს თქვენი ნაშოვნი და თქვენი მოცემული და თქვენი გაკეთებულიო რა. ხო შეიძლება უკვე ამ ხელა გოგო ვარო და დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ნახეთ, ეს დღევანდელი რეალობა არის ერთმანეთში შეკრული, ესე ვთქვათ და ძალიან სასწაული სერიალია მართლა, ძალიან მიყვარს. მე მოხდება ესეთი რაღაც. ამ ბიჭს, ვისაც ვალები აქვს და ვისაც ბინას გაუყიდიან თუ არ გადაიხდის ამ სესხებს, ყავს მევალე, რომელსაც მიაკითხავს და ეტყვის, რომ თანხა უნდა მომცე რა, თორე სახლს გამიყიდიან და დედაჩემი გამიგიჟდება. ეს კაცი ეტყვის, რომ რა ვქნა ძმაო, ამდენი მევალეები მყავს, მეც რაღაცა ყოველდღე მაკითხავენ ისა და ერთადერთი რაც შემიძლია მოგცეო არისო ეს პაზიკიო. გაიყვანს და აჩვენებს ძველ ავტობუს დიდს, პაზიკი გეცოდინებათ ყველას და მიცემს გასაღებს რა, ეს შემიძლიაო რომ მოგცეო. ეს ბიჭი დააყენებს ამ პაზიკს გასაყიდად, ამოაკრავს ფურცელს, იყიდება წარწერით, მაგრამ არ იყიდება ეს პაზიკი. არ იყიდება და მეზობლებს უშლის ხელს, თან მანქანები ვერ გაყავთ,
ჩაკეტილი აქვს გზა და წაიყვანს ამ პაზიკს სადღაც დაჩაზე რა, დაჩას როგორც ეძახიან და ამ დაჩაზე შეიგრიბებიან სამეგობრო და ერთობიან რა. და ეს ბიჭი, ვისაც ცეცხლები და ვალები აქვს, გააკეთებს ბურგერებს. ამ ივენტზე, ესე ვთქვათ, აკეთებს ბურგერებს და ეს ბურგერები იმდენად მოეწონებათ სამეგობროს, რომ გაგიჟდნენ, გადაირივნენ, ესეთი გემრიელის გაკეთება თუ შეგეძლო, ვერ წარმოვიდგენდიო და მერე რომ დაჯდებიან და ფიქრობენ, რომ რა ვქნათ აბა, იმას ვალები აქვს. ის სამსახურიდან გამოუშვეს, იმას რაღაცა დამოუკიდებლად სურს ცხოვრების წამოწყება. მოაფიქრდებათ ესეთი რაღაც, რომ პაზიკი გადავაკეთოთ მოძრავ რესტორნად, ესე ვთქვათ, და საბურგერე გავხსნათო. გახსნიან ბურგერს და თვითონაც ყველაფერს ნულიდან იწყებენ. ბანკიდან გამოაქვთ სესხი, ბანკში ისეთი რაღაცა მოხდება, რომ მიდიან, რომ აუხსნან, რის გახსნას აპირებენ, ერთმანეთში საუბრობენ ის ბანკირები, რომ ვაიმე ამ ხალხის აზროვნებაო, რესტორნის და კაფის და მეტი იქეთო ვერ მიდისო რა, ყველაო ერთი და იგივეს რომ გახსნას რო აპირებსო, ვიღა დაგიფინანსებსო, რამე ორიგინალური ხო უნდა მოიფიქრო და ეს რო გაიგეს ამათმა, ეს ბიჭი ამბობს, რომ რის გახსნას აპირებთო და ბავშვთა გასართობის ცენტრისო და მე იმ გოგომ დაამატა, ხო, ქართველი გმირები გვეყოლებაო, ისაო და კი ბატონო, ჩვენ წარმომადგენელი მოვაო დღეს საღამოსო და შეაფასებს თქვენ ბიზნესსო და უცებ ამ პაზიკს გადააკეთებენ იმათ ბავშვთა გასართობ ცენტრად, მოიყვანენ ბავშვებს. მერე ეს ბავშვები დაცხებენ, ხან ტორტით იტიტყნავებენ, ბუშტებს დახეთქავენ. ამ ბანკირს დააგვიანდება საბოლოო ჯამში და რომ მოვა მერე უკვე ნახავს შემოსასვლელში მშობელს და ბავშვს და მშობელს ეკითხება, დასრულდაო ხო, უკვე დამაგვიანდაო, რაღაცა ბანკში საქმეები მქონდაო და კიო დასრულდაო და კმაყოფილი ხართო და ბავშვი არისო ძმა, ძალიან კმაყოფილიო, მე ეს ბავშვი ესეთი ბედნიერი არასდროს არ მინახიაო, თორე ამაში მოსაწონი რა იყოო და ანუ მოვა ეს კაცი და დაუფინანსებენ მოკლედ ამ ბიზნესს და მერე იწყებენ პაზიკის გადაკეთებას კაფედ, რესტორნად, მაცივარია თუ საწყობია თუ რაც არის, ყველაფერს დაამონტაჟებენ, ჩააყენებენ, მაგიდების სკამები ისა და ისეთი საყვარლობა ბიზნესი გამართეს, რომ მერე უკვე რიგები ედგათ მოკლედ ამ ბურგერებზე. და რა ვიცი, ძალიან საყვარლობა სერიალია. და საიდან სად მოვედი, რომ რამოდენიმე დღის წინ შემხვდა მოკლედ ეგ სერიალი სადღაც ამომიგდო და შეიძლება TikTok-ზე ამომიგდო და ძალიან მომაწვა ნოსტალგიამ და გადავედი მერე YouTube-ზე. რო დავხედე ხალხო, 6 წლის წინ დადებულა ეგ სერიალი. თუ 8 წლის წინ. არა, მე მგონი 6 წლის წინ. 2020-ში ხო? და აი მაშინ მივხვდი, რომ მეთქი ვაიმე. როგორ თვალის დახამხამებაში გარბის თურმე დრო. ეგ ხო ისედაც ვიცი უკვე, რაც უფრო მეტად ვიზდები, მაგრამ ანუ რატომღაც მახსოვდა, რომ გუშინ დაიდო ამ ეს სერიალი და ერთი სული მქონდა, როდის დაიდებოდა ხოლმე ახალი სერია და დღეს ვუყურებ, რომ 6 წლის წინ დადებულა თურმე. და რა უცებ თვალის დახამხამებაში გაფრენილა მართლაც ეს 6 წელი. აიგრე რა, გარბის დრო და რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული არის ის, რომ დრო გარბის და ისეც მნიშვნელოვანს ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ, სიმართლე რო გითხრათ. რა გინდა რო ქნა მეტი აბა, უნივერსიტეტში სიარულსაც ვახერხებ, სამსახურში მუშაობასაც ვახერხებ, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ რაღაცა ჩემი შემოსავალი მქონდეს, იმიტომ რომ
არაფერი არ ჯობია საკუთარ შემოსავალს, რომ საკუთარ გემოზე ხარჯავ და რო არ გიწევს, ვთქვათ, ვიღაცაზე ხვეწნა, თუნდაც მშობლის შეწყვეტა რო არ გიწევს, აი მაგას რა ჯობია. და გული მწყდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც არ ცდილობენ ამას. ძალიან მარტივად შეუძლიათ, აქვთ პოტენციალი, რომ გქონდეთ თავიანთი შემოსავალი, მაგრამ ურჩევნიათ, რომ ვიღაცებს ეხვეწონ, იჯდნენ სახლში, ვიღაცებზე დამოკიდებულები იყვნენ და ძალიან გული მწყდება, რომ აი ამ გზას ირჩევენ. მაგრამ რას ვიზავთ, ხანდახან ხდება ისე, რომ ვერ ვადგავართ იმ გზას, რა გზასაც გვინდა ვედგეთ. მაგრამ მონდომების ფაქტორია რა. ხო და აი იმას ვამბობდი, რომ რა ვიცი, აბა დრო გარბის და თითქოს გეგმები დალაგებული მაქვს. მიზნებიც როგორც გითხარით გამაჩნია, მაგრამ დაწყება არის ის, რაც ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე ნებისმიერ საქმეში. თუნდაც სახლის დალაგება და ავიღოთ. საქმის დაწყება ყოველთვის მიჭირს. შეიძლება იმაზე მარტივი იყოს საქმე, ვიდრე მეჩვენება, მაგრამ თავს ვურთულებ, აი ვაიმე ხა იმ ჭურჭელს რა დარეცხავს, ტანსაცმელს რა დაკეცავს, რა შეალაგებს, მერე პოლს რა მოხვეტავს, რა მოწმინდავს, ვაიმე რა რთულია და რა კატასტროფაა და მოკლედ ვურთულებ ტვინს საქმის დაწყებას და შესაბამისად მიჭირს დაწყება. მაგრამ თუ მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დავიწყე, მერე ვხვდები, რომ არც თუ ისე რთულია. რეალურად სწორი მიდგომაა საჭირო. აი მაგალითად მოდი ახლა მე ავდგები და თქვათ მივცემ ჩემს თავს 20 წუთს დროს. 20 წუთი არ არის ისეთი დრო, რომ დაიღალო და მოკვდე. მოდი ახლა 20 წუთი ავდგები, თქვათ მარტო ჭურჭელს დავრეცხავ და თუ მივხვდი მერე რომ ძალიან დავიღალე, მერე დავანებებ თავს დანარჩენს სხვა დროს ვიზავ. მერე ხვდები, რომ დავიწყე და ვნახე შედეგი, რომ უკვე ჭურჭელი დაირეცხა და ეს უკვე დიდი პლუსია, მერე მიჩნდება სხვა საქმის კეთების სურვილით, ტანსაცმლის დაკეცვის, მოხვედრის, მოწმენდის და მერე ხვდები, რომ უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად კეთდება საქმე. ასე რომ, რა ვიცი, იმაზე მეტად ვურთულებ ხოლმე თავს გადაწყვეტილებების მიღებას, ვიდრე არის. ასე რომ, რა ვიცი. მინდა რომ დამიწეროთ კომენტარებში, დარწმუნებული ვარ ახლა მით უმეტეს ჩემ მაყურებლებს ისეთი კარგი ხალხი მიყურებთ ყველა, რომ იქნებით ახალგაზრდებიც, იქნებით ხანში შესული ხალხიც და ძალიან მაინტერესებს თქვენ რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში, რისი მიღწევა გსურთ, ან თუნდაც გქონდათ და ფიქრობთ, რომ უკვე გვიანია და უკვე ესე ვთქვათ თქვენი ცხოვრების ნახევარზე მეტი გაიარეთ და გქონდათ ეს მიზანი, რომელიც ვერ მოახერხეთ, რომ რეალობაში მოგეყვანათ. ძალიან მაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში, რისი გაკეთება გსურდათ, რისი ინტერესი გქონდათ. ასევე მაინტერესებს, რა არის ყველაზე დიდი მიღწევა. ეს კითხვა ეხლა უცებ გამიჩნდა, მაგრამ რეალურად რო დავფიქრდე, უცებ პასუხი არც მე არ მაქვს. რა არის ის, რა არის ყველაზე დიდი მიღწევა მოკლედ თქვენს ცხოვრებაში? მე რო დავფიქრდე ახლა, ეგეთი დიდი მიღწევა, რეალურად ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრების ამ ეტაპზე არ ვიცი რა შეიძლება ჩავთვალო. აი არ ვიცი, ალბათ ის რომ სტუდენტი გავხდი და სხვა ცხოვრება დავიწყე, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მე რო ეგნაბიჯი არ გადამედგა და მე რო ეხლაც სოფელში ყოფილიყავი, არ ვიცი. ალბათ ძალიან ისევ იქნებოდი, როგორც ადრე ვიყავი, არაფერი არ შეიცვლებოდა.
და მაშინაც ძალიან რთული ნაბიჯი იყო ჩემთვის, ძალიან რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ვიცოდი, რომ ძალიან მინდოდა სტუდენტობა, თბილისში ცხოვრება, საკუთარი სამსახური, მაგრამ ძალიან რთული მეგონა. პირველ რიგში ბინის ქირაობა, მერე თბილისში ელემენტარული მეტროთიც კი არ ვიცოდი, როგორ გადავადგილებული იყავი, სად რა იყო, როგორ იყო. ძალიან ტელეფონში ჩამძვრალი ვიყავი და ისე დავდიოდი ხოლმე თავიდან, რომ აბა მარცხნივ წავიდე, მარჯვნივ წავიდე. სამსახურიც როცა არ იცი, სად შეიძლება დაიწყო მუშაობა, რა უნდა ქნა, როგორ უნდა ქნა, ძალიან რთულია, მაგრამ მალევე სიმართლე გითხრათ, ზუსტად ჩამოვედი, ვნახე ბინა, გადაწყვეტილება მივიღე, რომ მექირავა, ზუსტად 2 დღეში გადმოვბარგდი და ჩამოსვლიდან 5 დღეში უკვე მუშაობა დავიწყე. ესე იგი 15-ში ჩამოვედი და 19-ში მუშაობა დავიწყე, 4 დღეში დავიწყე უკვე მუშაობა და რეალურად, რა ვიცი, მართლა გზაც არ ვიცოდი წესიურად, მაგრამ დღეს უკვე რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და წინ კიდევ ჯერ სადავა. ჯერ სადახართ შურიანო ხალხო. დაგთხრით თვალებს. კაი ხო ხუმრო. ეხლა ეგეთი ხალხი ისედაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის სამწუხაროდ ეგეთი ხალხი, ვისაც მარტივად ეტყობათ, რომ ორპირები არიან რა. აი პირში რო გიღიმიან და თითქოს ძალიან უხარიათ შენი წარმატება, მაგრამ რეალურად ზურგს უკან სულ გჭორავენ, სულ შენ მოყავხართ მაგალითად, რომ აი ეს ესეთია, ეს ისეთია და ეგეთი ხალხიც არის რა. რავი, მე მაგალითად ვერ ხვდები, რატო უნდა მშურდეს სხვისი. თუ ხედავ, რომ ის ვიღაც წარმატებულია, მიზანდასახულია, მომწონს ის, რასაც აკეთებს, აი რატო უნდა მშურდეს მაგისი, ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვა, რომ პირიქით მაგალითი უნდა ავიღო მისგან, რჩევები მოვისმინო, ვთქვათ, ვეცადო, რომ ესე ვთქვათ, მის გზაზე წავიდე და აი ყოველ წამწუთს რატო უნდა ვიძახო, რომ აი ნახე რამდენსმია, არ ვიცი რა მოკლედ, რატო უნდა გშურდეს სხვისი. რეალურად სიმართლე რო გითხრათ, შესაშური არაფერი არ მაქვს. მართლა არაფერი არ მაქვს. ვიღაცას კი შეიძლება ეგონოს, რომ აი რა წარმატებული ბიჭია და რამდენს მიაღწია და ისა და ესა, მაგრამ რავი, შეიძლება იმის უკან რადგას ის საერთოდ არ იცოდეს. არაფერი შესაშური არ მაქვს, ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვცდილობ მაქსიმალურად კი რომ წინ წავიდე და განვითარდე და რაღაცა, მაგრამ რეალურად რავი, ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და არაფერი შესაშური არ მაქვს. ეგ არის და ეგ სხვა რა ვიცი. რასაც გირჩევდით არის ის, რომ რა ვიცი, შეგშურდებათ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს. მე თუ ვფიქრობ, რომ ვაიმე ეს რა წარმატებულია თავის საქმიანობაში, თავის პროფესიაში, მე კი შეიძლება მინდოდეს, რომ იგივენაირად იმ საქმეში ჩახედული ვიყო, მაგრამ არ გამოდგეს ის საქმე ჩემი და ვერ მივაღწიო წარმატებას იმ საქმეში, მაგრამ აუცილებლად არის ისეთი საქმე, რაშიც შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ, იმიტომ რომ გამოგვდის, გვეხერხება და გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება. ასე რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ გვაქვს, სამწუხაროდ ყველას ერთნაირი ინტერესები არ გაგვაჩნია, ასე რომ ყოველთვის ეცადეთ, რომ ის გზა იპოვოთ,
რა გზაზეც ესე ვთქვათ სწორი გზა იპოვოთ, რა გზაზეც წახვალთ, რა გზასაც დაადგებით და თქვენი საქმე იპოვოთ, ესე ვთქვათ, რისი კეთებაც ხსიამოვნებთ. და არა ის, რომ იმ საქმეში ფული კეთდება, იმ საქმეში იმან წარმატებას მიაღწია და იმან თუ წარმატებას მიაღწია, მე რატო ვერ მივაღწევ, იმას თუ გამოუვიდა, მე რატო არ გამომივა, აი ზუსტად ამიტომ გეუბნებით, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს. რადგან იმას გამოუვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გამომივა, მეც გამომივა. ნუ არც იმას არ ნიშნავს, რომ მე არ გამომივა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საქმეების კეთება არ დააძალოთ თავს, რისი კეთებაც არ გსიამოვნებთ და არ გამოგდით. რა პრობლემაა? ეს რადგან არ გამოგდით, არ არის ტრაგედია. ეს თუ არ გამოგდით, ის გამოგივათ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, განსხვავდება ჩვენი ინტერესები. ასე რომ აუცილებელია იმ გზას დაადგეთ, რა გზაზეც თავს ბედნიერად იგრძნობთ და თქვენი საქმე გეპოვნოთ მოკლედ. მე ჯერჯერობით ძიებაში ვარ და ვერ ვიპოვე ჩემი საქმე, რისი კეთება მსიამოვნებს, იმიტომ რომ შიშები მაქვს, სიმართლე გითხრათ, აი რა საქმეც არ წამომიწყია, თუნდაც სტუდენტობა, თუნდაც მაღაზიაში მუშაობა, თუნდაც ეხლა სადაც მუშაობ, რა საქმეც არ წამომიწყია, ვფიქრობდი, რომ თავიდან ვფიქრობდი, რომ ძალიან მინდოდა, ძალიან დიდი мотиваცია მქონდა და ვაკეთებდი მართლაც მოტივირებულად ამ საქმეს, მაგრამ დრო რო გადიოდა, მე ვხვდებოდი, რომ ბეზრდებოდა და ჩემთვის უინტერესო მოსაბეზრებელი ხდებოდა ამ საქმის კეთება. შესაბამისად, ეხლა რა მიზანიც მაქვს, რომ გავხდე ბორტგამცილებელი, ჩემი საოცნებო სამსახური რო არის ბორტგამცილებლობა, კი ძალიან მინდა, მაგრამ თან შიში მაქვს, რომ რისი იცით, არ არის მარტივი მისაღწევი მიზანი. მართლა ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, თუნდაც ის, რომ ესე ვთქვათ, ჯანმრთელობის მხრივ მინდა ამოვქაჩო ჩემი თავი, გარეგნობის მხრივ მინდა, ესე ვთქვათ, გამოვსწორდე, მინდა ინგლისურის სწავლა პირველ რიგში ძალიან კარგად და ასევე მაგის გარდა, რა ვიცი, სხვადასხვა კურსები უნდა გაიარო, ვფიქრობ, რომ ავიაციის განხრით დავიწყო სწავლა და მოკლედ რა წლების და ძალიან დიდი შრომის ამბავია ეს, რომ ამ მიზანს მიაღწიო, მაგრამ თითქოს მეშინია, რომ აი ამდენი რომ ვიშრომო და ამდენ მიზანს რომ მივაღწიო და მე რომ ეს საქმეც რომ მარტივად მომბეზრდეს. აი მერე საწავიდე, მაგას ვფიქრობ. ზუსტად ეს ფიქრებია, რომ ხელს რომ მიშლის, არასწორი ფიქრები, არასწორად დალაგებული. ზუსტად ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, როგორ ვიფიქრებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ დროს სწორად ვიაზროვნოთ და ჩვენი არასწორი ფიქრები შევცვალოთ, ესე ვთქვათ, სწორისკენ. ეგ არის და ეგ. ზურაბ ხეიძეს რო ვუსმინე, აი ერთ-ერთმა დამსწრემ დაუსვა კითხვა, რომ თქვენი წარმატების მიღწევის პიკი როდის იყო, ანუ როდის იყო ის ასაკი თქვენს ცხოვრებაში, რომ გარდამტეხი ასაკი, როდესაც მიხვდითო, რომ რაღაცა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეთო რა და რეალურადო მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდიო, რომ ესეთი წარმატებული პიროვნება ვიქნებოდიო და რაღაცა და 40-51 წლის ასაკშიო უკვე მივხვდიო, რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიო და სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან არ მიყვარსო
ტელევიზიაში, გადაცემებში გამოსვლა ძალიან არ მიყვარს, რომ კამერები რომ მიღებენო, ესე ვთქვათ და რაღაცა ჩანაწერებს რო აკეთებენო, მაგრამ მიწევსო რა. ხო და აი მაგას ამბობდა, რომ დღეს მე აღარ ვეძებო რა სამსახურსო, პირიქით აქეთ მოდიანო და აქეთ თავაზობენო, ესე ვთქვათ და ზუსტად ეგ არის რა. რას მოვაყოლე ხა ეს სულ დამავიწყდა, მაგრამ მაგაზე ისაუბრა. ხო და რავი, სამწუხაროდ ძალიან ბევრია მოკლედ ეგეთი ადამიანები, ვისაც ვამჩნევ, რომ შენი წარმატება არ უხარია და აი მაგიტომ მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველას ყველაფერი არ უნდა გაუზიარო და რაღაცეები უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შენში ცოტა ისეთი სეკრეტი. ვაიმე, არ მეგონა ესე თუ გამეწელებოდა ვიდეო. წავედი ახლა, გარეთ კაი ამინდია ძალიან. ვიყიდი ბოსტნეულს, ვიყიდი ფილეს. სანამ ფილე გაიღვება და სანამ შეიწვება და რაღაცა, არ მგონია ფილე რო უკნა, უბრალოდ სალატს გავაკეთებ ფილეს გარეშე და ფილეს მერე სხვა დროს შევწვა. და ასე ცოტა უნდა მოვუკლო ენერგეტიკულებს, ყავასაც, ნუ ყავაჯანდაბას. ხო და ასეთ მშრალ და არასასარგებლო საკვებს უნდა მოვუკლო და გადავიდე ცოტა ხილბოსტნეულზე. და ვარჯიშითაც სამსახურიდან რო წამოვედი, სიგარეტი ხომ მივატოვე და ყოველ დღე ვარჯიშობდი ხოლმე. დღე არ იყო რომ ჩამეგდო, ეს იყო და დიდხანს არ გაგრძელებულა, მაქსიმუმ 2 კვირა. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ძალიან ესე ვთქვათ, მე თვითონ კარგად გრძნობდი თავს და მომწონდა შედეგი. მაგრამ მივატოვე. ხო და ეხლა ცოტა ისე უნდა გადავერთო, მართალია ღამისმენაში მუშაობა არ არის მარტივი, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, არც ისეთი კატასტროფაა, რომ თქვათ ამრიოს, დამრიოს, იმიტომ რომ 3 დღე მუშაობ, 3 დღე ისვენებ. და რავი, ეს 3 დღეა, რაც ვისვენებ იმის მერე, მიუხედავად იმისა, რომ ღამე ვმუშაობ და დღე მძინავს, არ არის ისე, რომ როცა ვმუშაობ, მაშინაც ეგრე რო ვიყო რა. ეს 2 დღეა უკვე დილას 8 საათზე, 9 საათზე მეღვიძება და ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგადაც მძინავს, კარგადაც მღვიძავს. წავედი ახლა, აბა თქვენიცით წარმატებას გისურვებთ ყველას, იმედი მაქვს რაღაცაში დაგეხმარებათ ჩემი რჩევები, გაითვალისწინებთ და დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს გამოცდილებასაც და თქვენს რჩევებსაც, ესე ვთქვათ და მიხარია ხოლმე, როდესაც მსგავს კომენტარებს ვკითხულობ და აბა თქვენიცით დროებით.